თქვენ იცით რომ წინა კვირას ჩემი კოლეგა ბატონი დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა მოსაზრებით რომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შეგვეზღუდა პრემიების მიღების უფლება მე მინდა ამ კვირაში გამოვიდა უკვე საკანონმდებლო ინიციატივით და ეს მოსაზრება ვაქციოთ საკანონმდებლო ინიციატივად რითაც ჩვენ შევეცდებით ჩვენი მოქალაქეების ხარჯების გაზრდის კვალობაზე შევამციროთ ჩვენი ჩინოვნიკების შემოსავლები. ანუ თქვენ იცით რომ ლარის დევალვაციამ გაზარდა ჩვენი მოქალაქეების ხარჯები და შესაბამისად ვფიქრობთ ადეკვატური და შესაბამისი იქნება თუ შევამცირებთ ჩინოვნიკების შემოსავლებს. პირთა წრე ვისაც უნდა შეეხოს პრემიების აღების უფლების შეზღუდვა იქნება საკმაოდ ფართე. მე არ მინდა წინასწარ დავაანონსო ვის შეეხება ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ მე განწყობილი ვარ რომ ამ მოსაზრების ინიციატივად ქცევის ეტაპზე რაც შეიძლება ფართო იყოს პირთა წრე, ვისაც შეეხება პრემიის აღების უფლების შეზღუდვა სუმცირე მიმდინარე კალენდარული წლის, უბრალოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. ერთი რაში ჩამოყალიბებული ვარ და შემიძლია წინასწარ გავამჟღავნო, ეს არ იქნება დაბალი რიგის საჯარო მოსამსახურეები. ვფიქრობ, დაბალი რიგის საჯარო მოსამსახურეებს არ უნდა გავრცელდეს ეს შეზღუდვა და ამ შეზღუდვით პირველ რიგში უნდა შეიზღუდოს მაღალი თანამდებობის პირების უფლება მიიღონ პრემია თავის სამსახურებრივი და თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას. ვინ იქნება ეს მაღალი თანამდებობის პირები? რაზე სად გავჩერდები? ამას უახლოეს დღეებში გამცნობთ, მაგრამ მარტო თვითშეგნებაზე ან გულწრფელ სურვილზე ამ საკითხის დატოვება ვფიქრობ არ იქნება სწორი. ამიტომაც როგორც გითხარით ჩემი კოლეგის მოსაზრებას ვფიქრობ ვაქციო საკანონმდებლო ინიციატივად და კანონის დონეზე შევზღუდოთ მაღალი თანამდებობის პირები სუმცირე მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასრულებამდე პრემიების აღების ნაწილში. აი ეს მინდა და მე თქვა შესავალ სიტყვაში ძალიან მოკლედ. ხარჯების უყურებელობა ერთი საკანონმდებლო ინიციატივა და მეორე თუ არა ყველა ინიციატივას ხარჯები დაჩება უბრალოდ ინიციატივა. თუ კონიეთ კონსულტაციები თქვენ კოლეგებთან იგივე მთავრობის წევრებთან. მთავრობის მხარდამჭერა არ ჭირდება. იმიტომ რომ ეს კანონებს პარლამენტი იღებს ამ შემთხვევაში და თქვენიც რომ პარლამენტმა თვითონ შექმნა მაგალითი იმისა რომ პარლამენტის არც ერთი წევრი არც 2013 წელს, არც 2014 წელს და არც 2015 წელს არ აგვიღია პრემია. ჩვენ 2013 წლის 1 იანვრიდან მუშაობთ მხოლოდ ხელფასზე და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის განკუთვნილ დანამატზე. ეს არის საწვავის ხარჯები და საკომუნიკაციო ხარჯები. მოგეხსენებათ პარლამენტის წევრები ყოველ კვირას, ზოგჯერ კვირაში რამოდენიმეჯერ გვიწევს 500 კილომეტრის მანძილის გარბენა თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-თბილისის მიმართულებით. ასე რომ პარლამენტის წევრებს ამ შემთხვევაში აქვთ მორალური უფლება, რომ სხვა მაღალ თანამდებობის პირებს მოსთხოვონ, რომ ანალოგიურ რეჟიმში ჩაიყენონ თავიანთი თავი. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები შემოუერთდებიან ამ ინიციატივას, მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ ინიციატივა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით, როგორც თავში თქვი, ჩვენი მოქალაქეების ხარჯების გაზრდით, რისი ადეკვატური იქნება მაღალი თანამდებობის პირებისთვის შემოსავლების შემცირება. მაღალი თანამდებობის პირებში შედის ადგილობრივი ხელისუფლების პირველი მოადგილეები. მე მაგიტომაც შევიკავე თავი თქვათ დასახელებისაგან, თქვათ პირთა წრის თაობაზე, რამდენ პირზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. პარლამენტის წევრებზე მოგახსენეთ, რომ ეს შეზღუდვა უკვე ვრცელდება. ჩემი ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტს ასევე არ აუღია პრემია თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, მაგრამ პარლამენტის წევრის და პრეზიდენტის გარდა არის უამრავი სხვა თანამდებობის პირიც. ერთი რაც დაბიჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროების თუ გამგეობების, ანუ მუნიციპალიტეტების სპეციალისტებს ეს არ შეეხება. ანუ განწყობილი ვართ, რომ რიგითი ჩინოვნიკები
ეს იქნებიან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩინოვნიკები თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, მათ ეს არ შეეხოთ, იმიტომ რომ იქ ისედაც დაბალი ანაზღაურება 700, 800, 1000 ლარი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ სპეციალისტების მუშაობა წახალისებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები, ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტები, ვინც შექმნიან სწორი და ეფექტური მართვის შედეგად პრობლემების გადაწყვეტის არეალს. მაგრამ ვინც მართავს აი ამ ათასობით სპეციალისტს, მაღალი თანამდებობის პირები ყავს ხედულობაში, მათ უნდა შეეხოთ ეს შეზღუდვა და თუ რამოდენიმე დღეს მომცემთ, მე ჩამოვაყალიბებ აი ამ ინიციატივას კანონის დონეზე და საზოგადოებას სავარაუდოდ შუა კვირაში გავაცნობ პირთა წრეს. და კიდევ ერთ შემთხვევაში უთემართებასთან დაკავშირებით. პრემიისადმი ვარდაული არის არა საკანონმდებლო შეზღუდვა საკანონმდებლო დონეზე ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პრემიისადმი უნდა აიკრძალოს რაღაც კატეგორია. არა, შეზღუდვა ნიშნავს შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ ჩვენ კანონში ჩავწერთ უფლების გამოყენების დროში შეზღუდვის თაობას. უფლება დარჩება, მაგრამ ამ უფლებას ვეღარ გამოიყენებს მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. შესაბამისად, შემოდგომაზე მე დავუკვირდეთ პროცესებს, როგორც არის იმართება ქვეყანაში პროცესი და ვიმსჯელოთ, თქვათ ეს მორატორიუმი პრემიების აღებაზე გავაგრძელოთ მოღვაწესაც ღმერთმა ქნას, რომ ეს მორატორიუმი რაც შეიძლება მალე იქნას მოსახსნელი, იმიტომ რომ თქვენ სწორედ ბრძანებთ პრემიების აღების უფლება, ეს არის კანონიერი უფლება. ადამიანი თუ ჯეროვნად და ბეჯითად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და აქვს მიღწევები თავის დაკისრებულ უბანზე, საპასუხისმგებლო უბანზე, მას აქვს უფლება რომ მიიღოს პრემიაც. მაგრამ იმ პირობებში ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარჯების გაზრდის პირობებში ვფიქრობთ, რომ ადეკვატური შესაბამისი რეაგირება იქნება, თუ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირებს შეუზღუდავთ შემოსავლებს პრემიების სახით. მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ შარშან გამოსცა სპეციალური აქტი, რითაც დაარეგულირა პრემიების გაცემის წესი. მაგრამ ერთია პრემიების გაცემის წესი, მეორე პრემიების აღების, გამოწერის და აღების უფლება. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრემიების გამოწერა აღების უფლება შევზღუდოთ და ამაზე პირთა წრეზე უახლოეს პერიოდში მოვახსენებთ. და კიდევ ერთი შეკითხვა მომიშკით ეს კონკრეტულ თემას ეხება და პირველად თქვენი აზრი გვაინტერესებს ასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ის 400 მილიონი დოლარი, როგორც ეროვნულმა ბანკმა წინწრებით, ანუ 2 წლით ადრე გადაუხადა გადაგიცხადებს. თქვენი პირადი მოსაზრება როგორია? ეს ერთპიროვნულად გადაგიცხადის მოსაზრება იყო ვის გადაუხადა ეს 200 მილიონი ლარი? 400 მილიონი გადაუხადა სოფლიო ბანკს, არის საქართველოს, რომელიც 2017 წელს უნდა დაპაროდო. არის დევალვაციაზე ლაპარაკი, ამ 400 მილიონს დაპაროდო. არა, მე ხო ბანკში არ მუშაობ. მე მაქვს ინფორმაცია ბანკის საქმიანობის დაკავშირებით საჯარო წყაროებიდან არ ფლობ სააგენტო ქსელს, ასე რომ მაქვს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც თქვენთვის არის ცნობილი და ასეც უნდა იყოს პარლამენტის წევრს, აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროებიდან და მათ შორის ჩვენ გვაქვს უფლება, რომ არ გავამჟღავნოთ წყარო სიცხლის ბოლომდე. დაახლოებით ღმერთო მაპატიე შეთავსებული გვაქვს ეს კონსტიტუციური უფლება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვისთვის. ბოდიშ ვიხდი ამ ინფორმაციის არფლობისთვის. მე ვფიქრობ, ლარის დევალვაცია კომპლექსური მიზეზების ერთობაა. დაწყებული რეგიონალური პრობლემებით, დამთავრებული გლობალური პროცესებით. მე ადრეც მithქვამს, ახლაც გავიმეორებ, რომ თავარი მიზეზი მაინც არის გლობალური პროცესი. და არა თქვათ უკრაინა-რუსეთის ომი, აქ ერთი დამატებითი კომპონენტია ეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, უკრაინა-რუსეთი წარმოადგენდა საქართველოს გასაღების ბაზრის ლამის 50%-ს
ჩვენ ქართველები ყიდნენ თავის პროდუქციას უკრაინა რუსეთში თავისი წარმოებული პროდუქციის და ეს ბაზარი უკვე შემცირდა იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკაში რეცესია ხოლო უკრაინაში ომია მაგრამ გლობალური პროცესი სხვა რამეში მდგომარეობს არ ვიცი თქვენ ჟურნალისტები ფლობთ თუ არა ინფორმაციას ესე იგი ობამა როცა გახდა ამერიკის პრეზიდენტი მან განაცხადა რომ ის შეეცდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებში სამი მთავარი მიღწევა გაიკეთებია ერთი ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაეზღვია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების დეფიციტური ბიუჯეტი გაეთანაბრებია ამერიკის კონდა საკმაოდ დეფიციტური ბიუჯეტი და ამერიკის მთავარი კრედიტორი არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოადგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქ ჩინეთის ვალე და მესამე შეეცდებოდა იმპორტიორი ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატები ექსპორტიორი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანად და 2001 წელს მათ უკვე დაიწყეს 2002 წელს დაიწყეს ახალი მეთოდოლოგიით ნავთობის და გაზის მოპოვება ეს არის ფიქლის გაზი და ფიქლის ნავთობი ეს არის ახალი მეთოდოლოგია რომელიც განსხვავდება არსებული მეთოდოლოგიისაგან და უკვე დღეს მდგომარეობით ანუ სადღაც 10-12 წლის ყალობაზე ამერიკამ შეძლო ის რომ შეწყვიტა ნავთობის და გაზის იმპორტი ევროპიდან და აფრიკიდან და შესაბამისად თვითონ გახდა ექსპორტიორი ქვეყანა. შესაბამისად თუ ამერიკული დოლარი გაედინებოდა იმის გამო რომ ეყიდა ევროპაში და აფრიკაში ნავთობი და გაზი და შემოეტანა ამერიკაში, ეხლა პირიქით ხდება. ამერიკული ნავთობი და გაზი გადის და ამერიკა იწოვს ამერიკულ დოლარს, ამის გამოა რომ ისეთი მთლიანი ეკონომიკები როგორც თურქეთის რესპუბლიკა ან თუნდაც ევროპის ქვეყნები განიცდიან მათ შორის ნაციონალური ვალუტების ვარდნას ამერიკულ დოლართან მიმართებაში. ეს არის ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა, საკმაოდ შემცირდა დეფიციტი ამერიკის ბიუჯეტის და ამერიკის საცავების, გაზის და ნავთობის საცავების 80% გადავსებულია ნავთობით და გაზით. ანუ მარაგები შექმნილია იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ნორმალური ეკონომიკური ფუნქციონირებისას. ამიტომაც ეს პოლიტიკა სავარაუდოდ ორი მიზანს ემსახურება. ერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ნავთობის და გაზის ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნები დაასუსტოს. ამერიკაში რუსეთის ფედერაცია იგულისხმება პირველ რიგში, იმიტომ რომ ფიქლის მეთოდოლოგიით ნავთობის მოპოვებას აქვს ერთი უპირატესობა. თუ ჭაბურღილით მოპოვებული ნავთობის მართვა ძალიან რთულია, ამ ფორმით მოპოვებული ნავთობის მართვა არის მარტივი. დაახლოებით ონკანის სისტემისავით არის, როცა გინდა დაკეტავ, როცა გინდა გაუშვებ. როცა ჭაბურღილის სისტემით მოპოვებული ნავთობი უნდა დააკონსერვო, ან ის მოდის წნევით დედამიწის ღრმა ფენებიდან და შესაბამისად მისი მართვა ძალიან რთულია. ამან გამოიწვია ის, რომ $40 დაეცა ბარელი ნავთობის რენტაბელობა და შესაბამისად $80-100 დამოკიდებული ეკონომიკები ფაქტიურად არაკონკურენტული გახადა ამერიკისათვის. და დღეს ფაქტიურად ამერიკა ისრუტავს თავისივე დოლარს მსოფლიოს ქვეყნებიდან, იმიტომ რომ ის გამოვიდა ბაზარზე უკვე როგორც ექსპორტიორი ქვეყანა, ნაცვლად იმპორტიორი, როგორც იყო გასული 2 საუკუნის განმავლობაში, ამიტომაც ეს კიდევ სხვა გლობალურ შედეგებს მოიტანს უახლოეს 5 წელიწადში და ამას ჩვენ ყველანი კარგად ვნახავთ. სხვა მიზეზები მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია საკმაოდ მწირი არის და შესაბამისად ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის კონფერენციას რო უყურებდი, იქ თქვენ ნახეთ გამოფენა რა პროდუქციის გამოიტანეს ჩვენმა მწარმოებლებმა და ეს პროდუქცია არცდება თავისი მოცულობით ძალიან ტურისტული ინფრასტრუქტურის კომპონენტი არის, ქუდები, ჩურჩხელები და ყველით დღეს საკუთარ მოსახლეობას ვერ გამოყვებავ და ეს არ არის ის მომენტი, რაც თქვათ ქართულ წარმოების საკმარისი. ამიტომ ქართული წარმოების განვითარება რჩება პრიორიტეტი ნომერი 1. რიგის სამეფო დაკავშირებით ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ევროპის კავშირს მხოლოდ ამ გადმოსახედიდან გადაადგილების თავისუფლების გადმოსახედიდან. ჩვენ გვაქვს კიდე 4 ინტერესი. გარდა გადაადგილების თავისუფლებისა, არ ვიცი ფლობთ თუ არა თქვენ ამ ინფორმაციას, მოლაპარაკება 4-5 მიმართულებით მიდის. ეს არის
ერთი მიმართულება ეს არის ევროპული შესყიდვების ბაზარზე ქართული კომპანიების დაშვების უფლება. დღეს მაგალითად თქვენ გამოაცხადოთ ტენდერს საქართველოში გზის ან ხიდის მშენებლობაზე ევროპულ კომპანიებს აქვთ უფლება რომ მიიღონ ამ ტენდერში მონაწილეობა და ააშენონ ეხლა ჩინელებიდან დაწყებული ბერძნებით დამთავრებული თუ გერმანელებით დამთავრებული ყველა მუშაობს ქართულ შესყიდვების ბაზარზე. თქვენი ფირმი თქვენ ვერ წახვალ და ვერც გერმანიაში ვერ მიიღებთ ტენდერში მონაწილეობას, ვერც საფრანგეთში არც წარმატებული კომპანიის მფლობელი იყოთ თქვენ საქართველოში. ამიტომაც ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ქართული კომპანიებისთვის დასაშვები გახდეს ევროპული შესყიდვების ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბაზარი შესყიდვების მოცულობით, 650 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყველაზე მდიდარი რეგიონია მსოფლიოში, მოგეხსენებათ ევროპა თავისი ყველა პარამეტრით. მესამე მიმართულება, თქვათ, ლიბერალიზაციის და შესყიდვების გარდა ეს არის ევროპულ ფულთან ხელმისაწვდომობა. დღეს ჩვენ მოქალაქეებს არ აქვს წვდომა, აი თქვენ მაგალითად, ხო გქონდათ ხელფასი. აი თქვენ რო წახვიდეთ გერმანიაში ან საფრანგეთში ან იტალიაში კრედიტს ვერ აიღებთ. როცა გერმანიის მოქალაქე რო ჩამოვიდეს, თავისუფლად აიღებს საქართველოს კომერციულ ბანკებში, ანუ ფულის ხელმისაწვდომობა ფაქტურად არის ცალმხრივი. ამ დროს ევროპული ფული ბევრად იაფიღირს ვიდრე ქართული ფულია და ბუნებრივია ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს ქონდეთ წტომა ევროპულ ფულთან, რომელიც თავისი სარგებლის, ანუ პროცენტის მოცულობით ბევრად დაბალია ვიდრე ქართული ბანკების ფული. მეოთხე მიმართულება ეს გახლავთ იმ 1000 პროდუქტზე არსებული სტანდარტების ჰარმონიზაცია, რომელიც პროდუქტსაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულება გაფორმებული. მოგეხსენებათ პირველი იანვრიდან ამოქმედა, ვინც რომელი ჟურნალისტი იმუშავებთ ამ მიმართულებაზე, მე გარწმუნებთ, რომ თუ ბიზნესის მიმართულებით იმუშავებთ, თქვენ შეძლებთ საკმაოდ სარგებლის მოტანას კომპანიებისთვის, ქვეყნისთვის და თქვენი პირადი ოჯახისთვისაც. საუბარი რაზეა, რომ ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლიათ საბაჟო გადასახადების გარეშე ვივაჭროთ ევროპაში, თუ მოვახდენთ სტანდარტების ჰარმონიზაციას. და მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ახლა, მეგრელი გლეხი თუ იმერელი გლეხი თუ გურული გლეხი დღეს თხილს ყიდის თურქზე. თურქზე ყიდის 10-15 ლარად ყიდის თურქზე, თურქეთში თხილი ღირს 60 ლირა, ანუ 60 ლარი დაახლოებით. და თურქებს გააქვთ მერე ეს თხილი ევროპის ბაზარზე, რატომ რომ მათ სინქრონიზება გაკეთებული აქვს ევროპულ პროდუქციასთან, ფაქტურად ქართველი გლეხი თავს თხილს ყიდის თურქებზე, თურქები ვაჭრობენ ჩვენი კვოტით ევროპაში. ისე როგორც ქაფჩია მაგალითად შავი ზღვის თევზი. ვერ ვითვისებ ჩვენ ამ კვოტებს, თუ თურქები შემოდიან ითვისებენ ამ კვოტებს, მიაქვს ჩვენი ქაფჩია და ისინი ყიდიან ამას ევროპაში. თუ მოვახდენთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჰარმონიზებას ევროპულ სტანდარტებთან, ჩვენს გლეხებს და ჩვენს ფერმერებს წარმოუშვათ პირდაპირ ვაჭრობის უფლება. ამიტომაც აი ამ სტანდარტების ჰარმონიზებაზე ძალიან არის დამოკიდებული ვაჭრობის განვითარება. იმიტომ რომ თუ ჰარმონიზება ვერ გავუკეთე ამ სტანდარტებს, ვერც თიხს ვერ გაიტან, ვერც თაფს ვერ გაიტან და მარტო ამ ორი პროდუქციით მაგალითად ჩვენ შარშან 700 მილიონიდან 400 მილიონზე დავიყვანეთ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ევროპასთან. ანუ 700 მილიონი იყო უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა კვების პროდუქტები, 400 მილიონზე დავიყვანეთ მარტო თაფლით და თხილით. ამ დროს ფაქტურად გადამყიდველების ხელში ვაბარებთ, თურქეთში ვაბარებთ ამ თხილს და ამ თაფლს. როცა ჩვენ შეგვიძლია ჰარმონიზების შემთხვევაში პირდაპირ გავიდეთ ევროპულ ბაზარზე და ქართულმა გლეხმა და ფერმერმა ბევრად დიდი მოგება ნახოს, ვიდრე გადამყიდველის მეშვეობით ვაჭრობა არის. ასე რომ ევროპასთან მოლაპარაკების წარმოების მარტო გადაადგილების თავისუფლება არ არის. მე რო ჩამოგითვალეთ, აი სხვა მიმართულებებიც არის საინტერესო. თავისთავად გადაადგილების თავისუფლებაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ინფორმაციით, თუ კი არაფერს მოგცემით დეკლარაცია, როდესაც ლიგაში მიღება, იმ საქართველოს კონტულა და უკრაინა მხარს არ დაუჭერენ ამ დეკლარაციაზე, ხელს არ მოაწერენ და თქვენ ამ ინფორმაციას გაქვთ და რაში იქნება თვითონ სამშობლოებთან დამუშავებით, რაც გავხსოვდა დღეს ქართულ მედიაში. ვინ არის ინფორმაციის წყარო? გითხრეს ახლა სადარბაზოში გითხრეს თუ ხო, ნუ ესეთი არასერიოზულ წყაროებს მე პატივს ვცემ, მაგრამ არ ვენდობი. იმიტომ ტელეფონზე მეც წერენ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ რასაც წერენ ყველაფერს ავლაპარაკობ. აქედან გამომდინარე. კი, ამიტომაც ვცემ პატივს თქვენ წყაროს, მაგრამ არ ვენდობი ეჩემ. ამიტომაც არ ვიცი ახლა რა პოლიტიკას აერჩევენ. თავისთავად ერთი თქმა შემიძლია, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. და ჩვენ გვაქვს ეს კომპლექსი, რომ
გვიჭირს ხშირ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესების იდენტიფიკაცია და მერე მისი დაცვა. და მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ვრცელდება, ან ორმაგი დაბეგურის ხელშეკრულება ვრცელდება, იქ როგორც წესი უცხოელები ითხოვენ, რომ დაბეგურა განხორციელდეს ევროპაში. და ამით საქართველოს ბიუჯეტი და ქართული ხალხი კარგავს სერიოზულ შემოსავალს. ასე რომ ჩვენ ნენელა უნდა ვისწავლოთ ეს, თუმცა უცხოურ გრანტზე და უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში ძალიან რთულია იყოს სრულუფლებიანი პარტნიორი. თქვენ როცა მშობელს ფულს ართმევთ, მშობელს დამოკიდებული ხართ. ასეა ნებისმიერი სიტუაციაში, ამიტომაც უნდა გავძლიერდეთ და დავიწყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე სოლიდარული ვარ ქალბატონ რუსუდანის და შარაძეების ოჯახის სამწუხაროდ ეს ტრაგედია დღესაც ბუნდოვანია და ოჯახს აქვს განცდა, რომ პიროვნება, რომელიც ხილებულია ბატონი გურამის კვლევაში, არ წარმოადგენს რეალურად კვლევას. ამიტომაც ძალიან გული მწყდება, რომ მართლმსაჯულების კუთხით შეკითხვები კიდევ არსებობს და საზოგადოებაში არსებობს ეს განცდა. პრობლემები რა თქმა უნდა არის და პრობლემები რომ არის, ამის გამოხატულება სწორედ ის, რომ ფიქრობთ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებას. რომ კონტროლი და გამჭრვალობა ეს ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. თუ არ იქნება კონტროლის მექანიზმები, რთული იქნება გამჭრვალობის უზრუნველყოფა. თუ არ იქნება გამჭრვალობა, რთული იქნება შედეგზე ორიენტირება და ეს კომპლექსური ღონისძიებებია. ამიტომაც სოლიდარობას უცხადებ ქალბატონ რუსუდანის მოთხოვნას.